როდის მე გიფიქრეთ, რა შეგვჭირდება ქიმია? ან საერთოდ რა კავშირი აქვს ჩვენთან, ან ყოველდღიურ ცხოვრებასთან? მე მიფიქრია. ცოტამ თუ იცით, რომ ჩვენ გარშემო ქიმია ყველაფერთან აკავშირში. აი მაგალითად, გამოცოთ გემრიელი ნამცხვარი. თითქმის ყველა ნამცხვარი რამდენიმე ძირითადი ინგრედიენტისგან შედგება. კვერცხი, ქვილი, კარაქი, გამოფხვრებელი, ჩვენ შემთხვევაში სოდა და მჟავა. ესენი არ არიან უბრალოდ ინგრედიენტები, ესენი არიან რეაგენტები. სოდა, ანუ ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი და მჟავა შევურიოთ ერთმანეთს. აქ უკვე საინტერესო რომ ხდება. როცა სოდა და მჟავა ერთმანეთს ხვდებიან, სოდა რეაქციაში შედის მჟავასთან, სოდას გამოყავს გაზი, ნახშირორჟანგი, ასევე წარმოიქმნება წყალი და ნარჩენი მარილი. ამ დროს ნამცხვრის ცომში ჩნდება უამრავი პატარა ბუშტუკები. ეს არის ჩვენი ნამცხვარი გამოცხობამდე, ანუ ქიმიური ნარევი თერმული რეაქციების დაწყებამდე. როგორც კი ნამცხვარს მომათავსებთ ღუმელში, იწყება მეორე ბევრად უფრო საინტერესო ფაზა. CO2 გაზი ფართოვდება. სოდა აგრძელებს დაშლას მაღალ ტემპერატურაზე, ანუ გამოყოფს კიდევ მეტ CO2-ს, კიდევ მეტ წყლის ორთქლს, შედეგად მასზე კიდევ უფრო ფაფუკი ხდება. ეს უკვე მეორე გაზის აფეთქებაა. ცომი მყარდება და ბუშტუკები იბლოკება. გაფართოებული ბუშტუკები რომ არ გაქრეს, გლუტენი, ფქვილის ცილები მყარდება. კვერცხის ცილა შედიდება. ცხიმები დნება და სტრუქტურას ავსებს. ამიტომ ბუშტუკები იყინება იმ ზომაზე, რომელსაც იგი მიიღებს. ბოლოს კი ზედაპირი იბრაწება. მაღალ ტემპერატურაზე რეაქცია აქტიურდება, რის შედეგადაც ცილები და შაქარი ყავისფერდება. ჩნდება ის საოცარი სურნელი, რომელიც ყველას გვიყვარს, ზედაპირი კი მსუბუქად ხრეშნა ხდება. სულ ეს იყო ჩვენი ნამცხვარის მზადარის.